რა არის ეს? უნიკალური ოაზისი დასვენებისა და რელაქსაციისთვის თუ საიდუმლო საწვრთნელი ბანაკი? სერბეთის ხელისუფლება ეჭვობს, რომ ზაფხულში ამ მდინარისპირა კურორტზე 150-ზე მეტი რუმინელი და მოლდოველი მებრძოლის წვრთნები ჩატარდა. მოლდოვის პოლიცია აცხადებს, რომ ისინი გასული თვის საპარლამენტო არჩევნების წინ არეულობის მოწყობას გეგმავდნენ. კენჭისყრამდე 6 დღით ადრე პოლიციამ 70-ზე მეტი ადამიანი დააკავა, რომლებიც მათი თქმით სწორედ აქ გაწვრთნეს. Куда поехали? В Сербию. Сколько человек вас было? Тоже не было сказать. У нас было 3 машины, и в машине, где я ехал, было 8 человек всего. Еще и меня. И что вы там делали? Учили нас пользоваться рациями и показывали какие-то митинги российских группировок. Рассказывали, как они делают, почему, и рассказывали, как не надо делать и как надо делать. ჩვენ გუნდს ადგილის მონახულებაზე უარი უთხრეს. ადგილობრივი მაღაზიის თანამშრომლები ამბობენ, რომ სავარაუდო წვრთნების პერიოდში მათთან რუსულენოვანი მომხმარებლები šedioდნენ. Znači oni su svaki dan dolazili, oni su tu ne znam koliko dana su tačno bili sad, ali su stalno bili su ispred prodavnice, popili koje piće, malo smo komunicirali, ne sad preterano, ali Koji jezik su pričali? Pa ruski pretežno, da. Možda je slabo su znali engleski. მაგრამ კომპლექსიდან სულ რამდენიმე მეტრში მაცხოვრებლები ამბობენ, რომ უჩვეულო არაფერი შეუნიშნავთ და საწვრთნელი აქტივობის შესახებ არაფერი გაუგიათ. Eto tu smo prvi, ali ništa ne znamo. Jel vas zabrinulo ovo što ste čuli? Pa jeste, ali ne možemo nikako da otkrijemo ko je i šta je. Sve vrijeme sam tu, a ništa primijetila nisam. A gdje stanujete? Ovdje odmah, nema 20 metara. Da sam možda nešto čula, plašila bi se. სერბეთის პროკურატურამ რადიო თავისუფლებას განუცხადა, რომ არც კურორტი და არც მისი მფლობელი არ არის გამოძიების ქვეშ, მაგრამ დაადასტურა, რომ 26 სექტემბერს 2 პირი დააკავეს სავარაუდო წვრთნების ორგანიზებისთვის. დაპატიმრებები მას შემდეგ განხორციელდა, რაც მოლდოვის ხელისუფლებამ საჯაროდ გამოაცხადა განგაში. მოსკოვმა უარყო, რომ რაიმე კავშირი აქვს ამ საქმესთან, ბელგრადმა კი განაცხადა, რომ დასამალი არაფერი ქონდა. Mi smo to na vrijeme javili moldavskim partnerima i neke ranije aktivnosti. Oni su uhapšeni pre izbora u Moldaviji. პოლიციამ არ დაადასტურა მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაცია, რომ 2 ეჭვმიტანილი, რომელთა ვინაობაც მხოლოდ ინიციალებით არის ცნობილი, სერბეთის მინისტრის ნენად პოპოვიჩის ყოფილი მრჩევლები არიან. პოპოვიჩი რუსეთთან კავშირების გამო ამერიკის შეერთებული შტატების სანქციების სიაშია. მან არ უპასუხა რადიო თავისუფლების კითხვებს. ამასობაში სერბეთის პრეზიდენტმა ალექსანდრ ვუჩიჩმა განაცხადა, რომ წვრთნების შესახებ ინფორმაცია კერძო წყაროებიდან მიიღეს და არა სერბეთის უსაფრთხოების სამსახურიდან. ის მიანიშნებს, რომ ვიღაცამ ინფორმაცია დაფარა. Ako nešto radimo dobro, mnogo toga ne radimo dobro, obično radimo obradu stranaca. Nemoguće je bilo da to nismo primetili. Nismo primetili zato što je neko želeo da to ne primetimo. ადგილობრივი ანტიკორუფციული აქტივისტი ამბობს, რომ ამ 8 ჰექტარიან კურორტის მფლობელი ცნობილია როგორც სერბეთისა და რუსეთის მეგობრობის მხარდამჭერი და რომ სერბეთის ხელისუფლებას უნდა სცოდნოდა თუ რა ხდებოდა აქ. Sve je naginjalo ka tome državni vrh zna za to. Suviše to velika operacija da bi ostalo u tajnosti. Znači ne radi se o 5 ljudi nego 150 ljudi. I neki vremenski period koji nije baš tako mali. ლიზნიცა ერთ-ერთია სერბეთის იმ არაერთ ქალაქს შორის, რომელმაც საპატიო მოქალაქეობა მიანიჭა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს მიუხედავად იმისა, რომ ის აქ არასოდეს ყოფილა. სერბეთის მთავრობა ცდილობს ბალანსი დაიცვას, მოსკოვთან ტრადიციულად მჭიდრო კავშირებით შეინარჩუნოს და დასავლეთთან პარტნიორობაც დაამყაროს. ადგილობრივი მოსახლეობის კომენტარები ამ ვითარებას კარგად ასახავს. Ja ne bih mogao protiv Rusije ništa da kažem. Ja volim Rusiju. Pa vi mislite da je to stvarno bio poligon i da to mi nismo znali. Ti ljudi koji rade tu u tom objektu, da oni nisu znali i da to prijave nekome. Ne verujete da je to postojalo? Pa možda u nekom obliku koji nije zabrinjavajuće. Vrlo je moguće. Petljaju se svugde umjesto da podižu sopstvenu naciju. Oni je, nažalost, uništavaju kao i mi. To su samo lični interesi, nema tu ničeg. Ničeg iskrenog nema, ni bratskog, ni iskrenog, ničeg. Država treba misli o tome, je li tako? Ako je to istina, ne valja baš.
ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც მოლდოვა აცხადებს, რომ რუსეთი მისი დესტაბილიზაციისკენ მიმართულ საწვრთნელ ბანაკებს აწყობს. 2024 წელს საპრეზიდენტო არჩევნების წინ მან განაცხადა, რომ რუსეთი ბანაკებს აწყობს როგორც სერბეთში, ასევე მეზობელ ბოსნიაში. ამ შემთხვევაში ბელგრადმა უარყო ბრალდებები, ხოლო სარაევოს ხელისუფლებამ დაადასტურა. საჯარო სივრცეში ამის ცხადი მტკიცებულებები არ არსებობს.